მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე გახლავართ ლადო სადღობელაშვილი, ტრადიციულად ყოველ კვირას 14 საათსა და 30 წუთზე თქვენ უყურებთ თავისუფალი თაობის დროს. დღეს სტუმრად მოვიწვიე თავისუფალი თაობის წარმომადგენლები და ისნის ესე იგი ჰოსპიტალის მაცხოვრებლები, რამე თუ დღევანდელი გადაცემის თემა იქნება ის აქცია, რომელიც გაიმართა სოზარ სუბარის უწყებასთან და რა შედეგები მოყვა, უსამართლო დაკავებას გულისხმობ და იქ პოლიციელების მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი ხალხზე გადამეტებით, მეტის მეტად, მოდით პირდაპირ ვთქვათ და დაზარალებულების შესახებ ვისაუბრებთ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ უკანონო დაკავებაზე და იმ პრობლემებზე, რაც იქ ისნის ჰოსპიტალში, ასე ვთქვათ, სუფევს. ამისათვის მე გადაცემის სტუმრებს გაგაცნობთ დავით ლორია, თავისუფალი თაობა, ნაომი გაფრინდაშვილი, გიორგი მუხიგულაშვილი, ხოლო მამუკა დოლიძე და მარლენ ახალაია იქნებიან ისნის ჰოსპიტალის, ასე ვთქვათ, მაცხოვრებლების, ასე ვთქვათ, პრობლემებს გაახმოვანებენ. ეხლა მე მინდა სანამ საუბარს დავიწყებდე, ჯერ ერთი შეგახსენებ ჩვენ ტელეფონის ნომერს, ეს არის 2-338-105 ან Skype-ის მისამართი ობიექტივი 2. მე თავიდანვე და ეს გადაცემის მსვლელობისას რამოდენიმეჯერ მინდა ვთხოვო ოპერატორებს იქნებ გაუშვათ ეს კადრები, რა კადრებზედაც რაც კადრებიც ჩვენ შევძელი და გადავიღეთ და შემდგომ უკვე კიდევ ერთხელ რამოდენიმეჯერ დავატრიალებთ ამ კადრებს, რომ მაყურებელი კარგად მიხვდეს თუ რაში იყო საქმე და რა, ვთქვათ, ვითარება იყო იქ. გთხოვ ოპერატორს იქნებ გაუშვათ კადრები. გადაყოლება ადმინისტრაცია, გარკვეული გეუბნია, საბურავები, მიიტანეს რიგზამის შენი საკუთარი საბურავი რომელიც არის მეორად საბურავი შეგიძლია მიიტანოს ეს არ არის შენი სახლი ერთხელ მოგიწოდებ მიბრძანით გაიტანეთ საბურავი სამინისტროს მიბრძან დააკავ ერთი რა დააკავ Hayda mutan. კარგით, თქვენ ალბათ ნახეთ, ცოტა არ იყოს უსიამოვნო კადრებია ძვირფასო ტელემაყურებელო, მაგრამ ნუ რას იზავ, ეს ის ფაქტია, რასაც მე შევადარებდი სააკაშვილის დროინდელ პოლიციის დარბევებს ადამიანების მიმართ, ახალგაზრდების მიმართ გამოყენებულ გადამეტებულ ძალას და აქ მე ვერაფერს ვერ და ეს იყო ჩვეულებრივი დარბევა და ვთქვათ ზონდერ პოლიციელები გამახსენდა, რომლებიც 2007-ში, 2009-ში, 2011-ში, თუნდაც 12-ში არბევდნენ მშვიდობიან მიტინგებს და მოსახლეობას. მე მინდა საზოგადოებას აი ამ ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სახელი და გვარი გაუზიარო, რომელიც პირადად ჩემთან დაკავშირებით გასცა ბრძანება დაკავების, ეს გახლავთ ტარიელ ტილდიანი, რომელიც არის თბილისის უფროსის, ანუ თბილისის პატრულის უფროსის ერთ-ერთი მოადგილეა, მაღალჩინოსანი, ეგრეთ წოდებული 16-ს ეძახიან მას, ესე იგი და ეს პიროვნება გახლავთ ასევე, რაც ძალიან საყურადღებოა, ქალბატონი თია წოლუკიანის ალალი ბიძაშვილი.
და შესაბამისად ის მეორე საკითხია აქ ნეპოტიზმზე რო თუ მიდგა საქმე, მაგრამ ეხლა სანამ ამ თემებზე გადავიდოდით, მე მინდა აი ვინც ეს კადრები გადაიღო, იმ გოგონას სახელი და გვარი დავასახელო, ეს არის მარია მინდორაძე, თავისუფალი თაობის წევრია უკვე დაარსების დღიდან. და სწორედ ეს ქალბატონი, ეს გოგონა დღესდღეობით იმყოფება საავადმყოფოში, აი ამ პროცესების შემდგომ და მას აქვს ტვინი შერყევა და მაშინ როდესაც ჩვენ და მე და ჩემი მეგობრები დაკავებულები ვიყავით ამ გოგო მიმართა სხვათა შორის შსს მიმართა ასე ვთქვათ გენინსპექციას მიმართა ეგრეთ წოდებულ ექსპერტიზას, მაგრამ იქ რაღაც გაუგებარი მიზეზების გამო ამ გოგონას არ ჩაუტარდა ექსპერტიზა, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ეს გოგონა დღესდღეობით უკვე მეორე დღეა წევს საავადმყოფოში, არ არის გადაწყვეტილი როდის გამოუშვებენ მას საავადმყოფოდან და ამის შესახებ ამ საქმეს კურირები და ყველაფერს გვერდზე ედგა ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი დაკავებული ნაომი გაფრინდაშვილი. ნაომი ისაუბრებს ახლა კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით და აი ნაუმ იქნებ მოგვიყვე აი გუშინ ვიცი რომ შენ გენინსპექციიდან დაგიკავშირდნენ მორიგე დაგიკავშირდა და საერთოდ შენ იცი რომ ნახე შენი თვალეთ დაჟეჟილობები და საერთოდ ექიმებმა რა გითხრეს მოდი მაყურებელს ეს ყველაფერი ასე ვთქვათ უთხარი რა მოგესალმებით მივესალმები მაყურებლებს მსმენელებს ცოტა სწრაფად რა შეეხება მარიამ მინდორაძეს ეს ის გოგონა ვინც ეს კადრები გადაიღო ჩვენი დაკავების შემდეგ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით წიხლებით გათელეს იქ პატრულებმა რა თქმა უნდა იქ კადრებში ჩანს თუ როგორ აგდია ძირს მარიამ მინდორაძე და დახმარებას ითხოვს რამოდენიმეჯერ გული წაუვიდა და სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო ნუ დარწმუნებული ვარ ბატონი პოლიციელების შუამდგომლობით სასწრაფოს ექიმებმა ისეთი არაფერი არ დააფიქსირეს გოგონას რეალურად აქვს მძიმე ფორმის ტვინის შერყევა გულმკერდის შიდა დახურული ტრავმა ასევე მრავლობითი დაჟეჟილობები მთელ სხეულზე ეს ადამიანი დედამისმა და მისმა ახლობლებმა ჩვენი დაკავების შემდეგ წაიყვანეს ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში სადაც განცხადება შეიტანეს მომხდართან დაკავშირებით და გოგონა აცხადებდა რომ იყო ნაცემი 4 საათის მერე მობრძანდა ერთ-ერთი გამომძიებელი 2 საათის განმავლობაში დაახლოებით აკითხვა მიმდინარეობდა და ეს 6 საათიანი ლოდინის შემდეგ ადამიანი როდესაც ესე მდგომარეობაში იყო უბრალოდ განუცხადეს რომ განიხილავდნენ ამ საქმეს და საჭიროების შემთხვევაში დანიშნავდნენ ექსპერტს მაგრამ რა მაინტერესებს ეს ექსპერტის დანიშვნა როდის მოხდება და უთხრეს რომ მეორე დღეს ანუ იმ დღესვე უნდა დაკავშირებოდნენ მაგრამ მარიამ მინდორაძეს ვაცხადებ რომ არავინ არ დაკავშირებია ჩვენ როდესაც სასამართლოდან გაგვათავისუფლეს დროებით ერთადერთი ადამიანი ერთ-ერთი მე ვიყავი ვინც მარიამ მინდორაძესთან ერთად მანქანაში იჯდა სახში როდესაც მივაცილებდით გახდა ძალიან შეუძლოთ მოგვიხდა სასწრაფოს გამოძახება და გადავიყვანეთ ერთ-ერთ კლინიკაში და სიტუაციას ვიმეორებ კიდევ აქვს საკმაოდ სერიოზული ტვინის შერყევა გულმკერდის შიდა ტრავმები და ასევე არის დაჟეჟილობა მთელ სხეულზე ეს მოახდინა ზუსტად ჩვენმა სამართალდამცავებმა რომლებიც მოსახლეობას უნდა იცავდეს და არა მოსახლეობაზე ძალადობდეს მე მინდა შევახსენო მაყურებელს რომ ჩვენ სამი პიროვნება ვიყავით დაკავებულები სხვათა შორის უსაფუძვლოდ ვიყავით დაკავებულები იქიდან გამომდინარე რომ სასამართლომ გადადო ეს პროცესი ანუ ცოტა ჩახლართული საქმეა იქიდან გამომდინარე რომ ბატონი ტილდიანი იქ საერთოდ უსაფუძვლოდ გასცემს ბრძანებას რაღაცა ეჭვების საფუძველზე სავარაუდოდ ან რა ვიცი ნერვებმა უმტყუნა ამ პიროვნებას გასცემს ბრძანებას საერთოდ უსაფუძვლოს არაკანონიერს და მაკავებენ მე გიორგი მუხიგულაშვილს და აი ნაომი გაფრინდაშვილს. ეხლა ეცეთ რა არის აქ მიჩნდება და ჩვენ გაგვიჩნდა ძალიან სერიოზული ეჭვი იმასთან დაკავშირებით რომ ეს არის პრაქტიკულად პოლიციის მხრიდან, ანუ ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ახალგაზრდების დევნა და მიზან მიმართული დევნა. ვთხოვ პროკურატურას, ვთხოვ სახალხო დამცველს რა ვიცი აკრედიტებულ დიპ კორპუსებს საქართველოში ხომ
რომ გაეკვნენ ამ საკითხში, ჩვენ მათ ამ დღეებში, ალბათ აი ამ ყველა მასალას მოუყრით თავს, ასევე დაზარალებულები არიან ისნის ჰოსპიტალის წარმომადგენლების, ქალბატონებიც, ბავშვები, იქ ერთ-ერთ კადრში მე მაქვს ეს კადრები, სადაც მე პირადად ხელკეტის ნაცვლად უკვე ეგრეთ წოდებულ რაციას მირტყავენ თავში, ეს კადრები არსებობს, როგორც აი ეს კადრები, ასევე ის კადრებიც არსებობს და არსებობს აგერ დაზარალებული მინდორაძე, გოგონა, რომელიც ამ ყველაფერს იღებდა, რაც ეხლა წარგიდგინეთ, მოკლედ ვითარება არის პრაქტიკულად იგივე, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს. უბრალოდ ადრე თუ გოგაუნიანი იყო ზონდერ პოლიციელად გამოცხადებული, დღეს ბატონი ტარიელ ტილდიანი არის. ვიმეორებ თეა წოლუკიანის ალალი ბიძაშვილი, ასე ვთქვათ, ზონდერ შეფად არის გამოცხადებული და ეს პიროვნება პრაქტიკულად იქ კურირებდა აი ამ მთელ პროცესს. რავით, ეხლა იქნება მოდით ეს პროცესები მოვყვეთ და მე მოვიტოვოთ დრო იმისათვის, რომ ჰოსპიტალის პრობლემაზე დავილაპარაკოთ. გიორგი, ძალიან გთხოვ, იქნება შენ ერთ-ერთი დაკავებული იყავი. მოდი სასამართლოზეც ისაუბრე და ისაუბრე ამ პოლიციელების გადამეტებულ, ასე ვთქვათ, უფლებებზე. მივესალმები მაყურებელს და რადიომსმენელს. მინდა ის ფაქტი განუმარტო, თუ ეს ბატონი ტარიელ ტვილდიანი რატო იყო იქ. იმიტომ რომ როცა ნაციონალურ მოძრაობასთან ჩვენ მივდიოდი და აქციებს უწყობდით, ხო? მათ წისქვილზე ვასხავდით წყალს, უხეშად რო ვთქვათ, ხო? ამ თავრობას უმყარებდით სკამებს და მაგ შემთხვევაში გვაკავებდნენ ცოტა ჰუმანურად, ცოტა მობიერად არ იყო ეგეთი ისინი რა გამეტებული გათელვა ჩვენზე და ამ შემთხვევაში რახან არ ვიცი აი რატო გაგიჟდნენ ეს ტარიელ ტვილდიანი ტელეფონზე საუბრობდა ვისზე საუბრებოდა თვითონ ამხელა თანამდებობის პირით გადაწყვეტილებას ვიღაცამ გასცა ბრძანება ტელეფონით დაუკავშირდა ანუ ამხელა წარმოიდგინეთ რა არაკვალიფიციური ადამიანია რომ ამხელა თანამდებობის პირით გადაწყვეტილებას ვერ იღებს ნახევარი საათი ჩვენი აქციის მიმდინარეობის დროს დაძრწოდა აქეთ იგი და ვიღაცას ტელეფონში რაღაცას უთანხმებდა არ ვიცი მოვიდა მე აგრესიული იმის მაგრად რომ ეს მოსახლეობა დაეწყნარებინა დადგა და დაიწყო ყვირილი უხეშად მოპყრობა ხელების გრეხვა გოგოებზე გადავლა გადმოვლა იქ 7 და 8 წლის ბავშვები იყვნენ ეგ პატარა ბავშვია ნაცემი სხვათა შორის მე მინდა რატო არ გამოდიან ადამიანის უფლება და დამცვის გრანტიჭამია ორგანიზაციები ძალადობის ფაქტს ჰქონდა პატარა ბავშვებზე ძალადობა იძალადეს პოლიციელებმა მოქალაქეებზე პატარა ბავშვების თვალწინ იმას არ ისიც არის გასახსენებელი საიდან არის ეს ბატონი ტარიელი საიდან არის დანიშნული თანამდებობაზე არჩევნების შემდეგ 5 თვეში იგი გახდა მაიორი გახდა მაღალჩინოსანი პოლიციის და არ ვიცი ნეპოტიზმის ფაქტებიც არის და მოუწოდებ რომ ბატონო ტარიელ ჯობია ნერვები დაიწყნა რომ გადახედო კარიერულ წინსვლას ჩვენ გამოვითხოვთ აუცილებლად ინფორმაცია გაქვს გიორგი რომ ეს ადამიანი ესე უსაფუძვლოდ არის დაწინაურებული კი რა თქმა უნდა საპატრულო პოლიციაში არავინ არ წინაურდება კარიერულად ლაშა ჯოხაძე რომელიც ყვიროდა და მარიამ მინდორაძე როცა ეხვეწებოდა სასწრაფოს დაურეკე ბებიაშენმა დაურეკო სასწრაფოს ესეთი უპასუხო მე მსმენელს მინდა შევახსენო რომ ბატონი მე პირადი არავისთან არ მაქვს ასე ვთქვათ უკომპლექტური ურთიერთობა დაძაბულობა იმ საპატრულო არც ლაშასთან არც რა ვიცი ამ ტილდიანთან პირველად ნახე სხვათა შორის ეს ბატონი ტილდიანი არის ჯოხაძეს ვიცნობ ესე კარგად რომ რა ვიცი ჩვეულებრივად აქციების დროს ესამები ხოლმე ეგ არის და ეგ მე მინდა შევახსენოთ რა მაგალითად ჯოხაძე ხო არის ქალბატონი ლაურა ღაჭავას პირადი ასე ვთქვათ პროტეჟე კოდუების დროინდელი დანიშნული პოლიციელი რომელიც დღემდე ასრულებს ჩვენი ინფორმაციით და როდესაც მაგალითად ქალბატონ ლაურას აჩერებს მის ექსკორტს აჩერებს საპატრულო პოლიცია მანამ სანამ ბატონი ჯოხაძე არ იქნება საქმის კურსში ჩაყენებული საერთოდ ფანჯარასაც არ უწევს და ნართვის მოწმობასაც არ
გადასცემს. ანალოგიურად გრიგალაშვილის დანიშნული არის ჩემი სეხნია და მოგვარე ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პატრულის ვლადიმერ სადღობელაშვილი, გრიგალაშვილის კადრია, ასე ვთქვათ, და აი ესე კადრების და აგერ ტილდიანი, რომელიც ამ კადრებში ჩანს, უკვე თანამედროვე, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პოლიციის ერთ-ერთი წარმომადგენელია, ქალბატონი თიაწულუკიანის ნათესავი, სხვადასხვა ზოგი ქალბატონი ეკაბესელიას პროტეჟია დღემდე იქ, ერთ-ერთი თუ არ ვწდები რუხაძია თუ რუხაია. კი ბატონო, ჩვენ ყველაზე ძალიან კარგად ვიცით, ვინ ვისი პროტეჟეები ხართ და ვინ ვისი კლასელები იყავით და ვისი მოყვანილები ხართ მანდ და დასმულები ხელით. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ცოტა გონს მოეგეთ და იქ დამუქრებები, თურმე გუშინ ღამე რომ გამოვედით, ასე ვთქვათ, ჩვენ სასამართლოდან მე შევახსენებ მოსახლეობას, რომ მოსამართლემ ვერ გამოიტანა განაჩენი, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არავითარ დარღვევას არ ქონდა ადგილი. აი მაგალითად გიორგის დაუკავშირდნენ ტელეფონზე რიგი პატრულის თანამშრომლები და პრაქტიკულად ესე ძალიან აგდებულად და აუგად მოგვიხსენიეს და გვემუქრნენ იმით, რომ ჩვენ ამ საქმეს მაინც ბოლომდე მივიტანთო და თქვენ მაინც დაისჯილები იქნებით. აი მოსახლეობამ ნახა, ჩემოკარგებო, ჩვენ იქ არაფერი კანონ ესე იგი დარღვევა ჩვენ იქ არაფერი არ გაგვიკეთებია. თქვენ ნახეთ, რომ ეს არის ჩიხი, მიმდებარე ჩიხი სამინისტროსი, რომელზედაც საავტომობილო გადაადგილება საერთოდ არ იყო იმ მომენტში. ჩვენ ვერ გადავკეტავდით იქ ასე ვთქვათ გზას, როგორც როდესაც მე პატრულის მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ დაემორჩილე კანონს, მე მას კადრებში განვუმარტე, რომ მე არ მივდიოდი სამინისტრო შენობისკენ და აი ამის მერე რომ ვეღარაფერი ვერ მოიფიქრა და რომ ვერაფერი ვერ გააკეთა, სწორედ ამის მერე ასე ვთქვათ გააკეთა მან ეგრეთ წოდებული აი ესეთი ტიპის განცხადება და მე სვავ კითხვას, ეს არის თუ არა მიზან მიმართული პოლიტიკური დევნა ახალგაზრდებზე და ჩვენი ასე ვთქვათ ცდელობა ჩვენი ეგრეთ წოდებული ბჭყალებში ვიხვან არ სიტყვას გაჩერების მცდელობა. მე მინდა უთხრა რიგ მაღალჩინოსნებს შსს და სხვადასხვა სტრუქტურების შეგვეშვით და კანონის უზენაესობა დაიცავით რა. ეს არის პრაქტიკულად ანტიკონსტიტუციური ფაქტი, თან აქვე მინდა მოსახლეობა შევახსენე, რომ აი ჩემი დაკავება ოქმში გაფორმებულია 17 საათსა და 15 წუთზე. ანუ ჩემი დაკავება მოხდა 17 საათსა და 15 წუთზე. ჩვენ ერთ დღეზე მეტი, ანუ 24 საათზე მეტი მოხდა ჩვენი თავისუფლების აღკვეთა, რაც ისევ და ისევ კანონის დარღვევა შეიძლება განვიხილოთ და მართალია იქ 1-2 საათი გადააცილეს 24 საათს, მაგრამ ჩვენ ეს ამიტომ აქედან გამომდინარე არ გამოვიტანეთ ასე სააშკარაოზე, თუმცა ეს უკვე კანონ დარღვევაა, იმიტომ რომ მათ სურდათ რომ ჩვენ მაქსიმალურად გაეწელათ ის პერიოდი, რომ ჩვენ ყოფილიყავით ეგრეთ წოდებულ კაპეზეზე, წინასწარ დაკავების იზოლატორში და ასე ვთქვათ, ეთამაშათ ჩვენ ნერვებზე. იქ იყო ზეწოლა ფსიქოლოგიური ჩვენზე, სამ ახალგაზრდაზე, ღმერთით არ ყოფილა ფიზიკური, ასე ვთქვათ, დაპირისპირება ჩვენ შორის და იმ პატრულებიც სასამართლოზე ვერ თქვეს, ვერც ერთი ასე ვთქვათ, ამამტკიცებელი ფაქტი ვერ თქვეს, რომ ჩვენ ან აგრესიულად, ან შეურაცხმყოფელად ვეპყრობოდით რომელიმე პატრონს. პირიქით, ჩვენ აბსოლუტურად კანონს ვიცავდით, ჩვენ მივდიოდით იქ და ვატარებდით, ასე ვთქვათ, კონსტიტუციით ჩვენზე მინიჭებულ და მონიჭებულ უფლებას, რომ წარმართოთ მშვიდობიანი აქცია, იქ არამშვიდობიანი, არაფერი არ მომხდარა. ნუ ეხლა რაღაცა თუ მოხდებოდა და აი რომ მოხდებოდა, მე რომ დავეკავებიეთ ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ აბსოლუტურად მართლები ვიყავით. ავიც იქნებ დათო, შენც იყავი ამ აქციის მონაწილე და შენც ეხლა ჩვენ რო დაგვაკავეს, შენ არ დაგაკავეს, შენ დარჩი იქ და მაგრამ სანამ შენ ვლაპარაკებდი, მოდი სკაიპი შემოვიყვანო, სკაიპით გვიკავშირდებიან და შემდგომ ჩამოყალიბდი უკვე შენს აზრზე. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ, მივესალმები ტელემაყურებელს, ყველას მსმენელს. ის რა არის, წეგა გქონდათ საუბარი ეს ადამიანო მოპყრობაზე პატრულისგან რა? დიახ. თქვენ აღნიშნეთ 1-2 თვის წინ გქონდათ განცხადება სუსის მაღალჩინოსანის სოსო გოგაშვილზე, ხო გახსოვთ? კი, დიახ. კი, რა თქმა უნდა და მაქედან არის ყველაფერი წამოსული. მე მიდოდა უბრალოდ ამერიკა და მეთქვა ეს ყველას ტელემაყურებელს ყველას გაეგო რა უბრალოდ რა. კი, იყო ესეთი ზეწოლის ფაქტები ჩვენზე, ერთ-ერთი სუსის მაღალი ჩინოსნისა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიძახით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან გამომდინარე არ ვახმაურებთ, მისი პატივისცემიდან გამომდინარე არ ვახმაურებთ კიდევ ძალიან ბევრ ფაქტებს, იმ ზეწოლებს, რომლებიც ჩვენზე ხორციელდება. ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი დალაგებული არ არის და არც
ოდნავ მაინც არ არის დალაგებული. მე პირდაპირ შემიძლია უბრალოდ ეს გითხრა და თუ ადრე ხელკეტები დაძდებდნენ ახალგაზრდებს დღეს და ადამიანებს საცემად, პოლიციელები დღეს აგერ რაციები თუ სწორდებიან, თუ როგორც გვისმენენ, ასევე გვისმენენ დღესაც, როგორც ემუქრებოდნენ ფსიქოლოგიურ და ასე ვთქვათ, ზეწოლას ახორციელებდნენ ადრე მოქალაქეებზე. დღესაც იგივე ხდება და ნუ ამაზე იმედია არ მომიწევს საუბარი და იმედია ხა არ მინდა რომ ნაციონალების წისქვილს დავასხა კიდევ ერთხელ ვიმეორებ წყალი და აქედან გამომდინარე ვიკავებ თავს თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება ჩვენ მართლა ვეღარ შევიკავებთ თავს და ამ ყველაფერზე ხმამაღლა დავილაპარაკებთ გისმენდათ ეს რადიოს მენელს უპირველეს ყოვლისა მინდა საზოგადოებაში შევახსენო რომ 26 თებერვალს თავისუფალი თაობა მართავდა დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან აქციას მოთხოვნით მუხტარიყო ლადოსადმი ესეთები იყვნენ რომლებიც ახალგაზრდებს ქუჩაში ესროდნენ და უსაფუძვლო ტყვიას ესროდნენ და ჩვენ ვიცით რამოდენიმე შემთხვევა 2006 წლიდან მოყოლებული რობაქიძეს შემთხვევა ვიცით ვაზაგაშვილის შემთხვევა ვიცით გირგულიანის შემთხვევები ჩვენ ეს გვინდა ისევ რომ განმეორდეს და ესეთი თანამშრომლები გვინდა მოძალადე პოლიციელები გვინდა რომ ყავდეს მე ვსვამ მკითხვას და მიხედოს ამას სამინისტრო რა უბედურება ის არ არის დაუშვათ ლადო სადღობელაშვილი დააკავეს და დაუშვათ დავით ლორიას გალახეს და მოხდა არა ვინ მაგას ვინ საუბრობს ამაზე არ ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრის ადამიანები იდევნებიან და მათზე ხორციელდება სპეცოპერაციები უკვე და ისინი ხდებიან მსხვერპლი უკვე რეჟიმის მსხვერპლი ხდებიან და ამაზე საუბრობთ ზუსტად იგივე სიტუაცია იყო და ვითარება ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ვერ იტანდნენ პირდაპირ ასე რომ ვთქვათ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს და მიდიოდა ყველანაირი სისტემა არ შეცვლილა სისტემა იგივეა როდესაც ჩვენ საუბრობთ რომ სამართალდამცავ ორგანოებში რჩებიან და აწინაურებენ იმ პოლიციელებს რომლებიც არიან გამოზრდილები ახალეებს და მერაბიშვილებს ეს 26 მაისმა დაადასტურა რომ ჩვენი ის მოთხოვნა რომ გათავისუფლდნენ ჯალათები პოლიციიდან ხო არ გათავისუფლებიან გაგრძელდება ყოველდღე და ყოველი აქციის ჩატარების დროს აი ესეთი არადამიანური მოპყრობა აქციის მონაწილეების მიმართ. კარგით, მოდით მობილური დაკავშირდებიან, შემოვიყვანოთ და შემდგომ უკვე ჰოსპიტალზე დავილაპარაკოთ რა პრობლემა არის. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. მოგესალმებით. ლადო. დიახ. ეხლა ხო დასწუნდი რომ სააკაშვილი ნაძირალას ხელისუფლება და ეს ხელისუფლება თითქმის ერთია იგივეა და ხო მოვა კიდევ ისეთივე იქნება. არა საშვილი საქართველოსში ხომ დასწუნდით ეხლა თქვენ თვალით ბატონო ლადო. კი ბატონო, მე ჩვენ ეს არათუ საკუთარი თავით, არამედ თვალით, არამედ ტანზედაც ვიგრძენით ბატონო. ბოდიშის მოხდით ბატონო ლადო, მე მინდა მაყურებელს ვინც არის განახორციელა, მინდა პასუხი გავსე. დიახ, ყოველი პატრულის თუ კრიმინალური პოლიციის მხრიდან აი ესეთი მოქმედება ნეგატიურად ასახავს მთავრობის ხელისუფლების რეიტინგზე. ნაციონალური მოძრაობა დაამთავრა კრიმინალურმა რეჟიმმა, რომელიც კრიმინალებიც მუშაობდნენ სამართალდამცავ ორგანოებში. ნაციონალური მოძრაობა დაამთავრა ადამიანების დარბევებამ. ნაციონალური მოძრაობა დაამთავრა კვლელობებმა, ახალგაზრდების ცემამ და კვლელობებმა და არ მინდა რომ იგივე შედეგი დაასრულოს დღევანდელმა მთავრობამ. ეს არის ჩემი ეთერა. მოდი მამუკა, მოდი დაიწყეთ რა მოკლედ აღწერეთ, რატომ ვიყავით საერთოდ, რატომ უკვე მერამდენი აქციაა ეს, რომ ყურად აი თქვენი პრობლემის შესახებ, რომ მოსახლეობამ გაიგოს საერთოდ რატომ მოხდა ეს აქცია და რატომ ვიყავით მაინც სოზართან მისულები და არ ვიყავით მაგალითად მისულები სხვა რომელიმე სამინისტროსთან და ყველაფერზე მოკლედ ჩამოყალიბდი ცოტა დრო დავჭირე. დიახ, მოგესალმებით. პირველ რიგში ყველა მისის რომ ჩვენთან არის უკიდურესად გაუსაძელსი პირობები, არანაირი წყალი, არანაირი დენი, არანაირი კანალიზაცია. ხო? და ჩვენ როცა გვაქვს შეხვედრები, მოლაპარაკებები მთავრობის სტრუქტურებთან, ისინი გვეუბნებიან, რომ ეს არის დევნილთა სამინისტროს დაქვემდებარებაში. ეს შენობა, ხო? ეს შენობა. როცა ჩვენ მიმართავთ დევნილთა სამინისტროს და კერძოდ სუბარს რომ ვთხოვთ ელემენტარული პირობები მოგცეს, იმათგან ვიღებთ უარს. ამიტომ ჩვენ ელემენტარულ პირობებში რას იძახთ? წყალი, ელემენტარული შუქი რომ იყოს და ელემენტარული რომ იყოს კანალიზაცია. ეს არ არის დღეს. ეს რა თქმა უნდა არ არის. ქალები, ბავშვები მოხუცები თბებიან შეშით. არ არის, 4 წელი არ არის. მოგესალმებით ბაღროლებო. ყველა სამარცხინო ის არის, რომ ბავშვები არიან, გას 15 ოჯახი ბავშვი არის მოსახლეობიდან და ბავშვები რო კითხულობენ სკოლიდან რომ მოდიან, იმის მიუხედავად რომ გაკვეთილებს დაუჯდნენ და რომ წერილ და კითხვაში რო ატარებდნენ დროს, შეშა და წყალის იმაში კარგავენ, იმ ზიდვაში ატარებენ დროს და 5 წლიანი და იმის იმაში ზიდვაში ბავშვი
5 წლის ბავშვი და 7 წლის ადამიანი რა იტანოს მით უმეტეს როგორი მდგომარეობა ეს ხდება 21 საუკუნეში საქართველოში, თბილისში, დედაქალაქში, ცენტრში პრაქტიკულად. ეს დავამატებ, რომ ჩვენი აქციის შემდეგ აკეთა განცხადებები იგივე სოზარ სუბარის მოადგილიდან, რომ ეს შენობა უნდა გარემონტდეს და შიგნით უნდა შესახლდეს ისევ დევნილები, მაგრამ ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ არსებობს დოკუმენტი, არსებობს არქიჯგუფის პროექტი, სადაც აქ უნდა აშენდეს საცხოვრებელი კომპლექსი. და ეს არქიჯგუფის ვის ეკუთვნის და ვისი არის, ეს ყველამ ვიცით უკვე და რასაც ისინი სთავაზობენ ამ ხალხს და ეს არის მერაბიშვილის დროინდელი მაღალჩინოსნის ამირან მესხელის ასე ვთქვათ სამშენებლო ფირმა და დღესდღეობითაც ბიზნეს ასეთი მასშტაბიანი ბიზნეს ისევ და ისევ ნაციონალური მოძრაობა უკვე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მართავს და აგერ ხალხს როგორ მდგომარეობაში აყენებს ეს ისე მოსახლეობა. დევნილთა ესე იგი სამინისტროს წარმომადგენლები სხვათა შორის იმაზეც საუბრობენ რომ ამ გოსპიტალი, ეგრეთ წოდებული ყოფილი გოსპიტალის იქ შესახლებული ადამიანები ფლობენ გარკვეულ მიწებს, სახლკარებს და მათ არანაირი ისე სოციალურად დაუცველი სტატუსი არ გააჩნიათ. დიახ და ჩვენ გვაქვს წარმოადგენელი საბუთები და ყველაფერი რომ ადამიანების უმრავლესობა იქ ვინც არის ყველაზე თავს რა თქმა უნდა ვერ დავდებთ ყველგან არის ცუდი და კარგი და შავი და თეთრი რა თქმა უნდა ყველას აქვს სუფთა საბუთები ყველას აქვს დაკარგული რაღაც მიზეზის გამო საცხოვრებელი და ყველას აქვს ისევ სახელმწიფოს გამო დაკარგული ხო ის სახელმწიფოს გამო გაქვს კი ბატონო ისევ სახელმწიფოს გამო არის დაკარგული და მინდა უთხრათ ამ დარბევის თემა შევეხო როცა მარიამი დაეცა და ზედ გადაუარა რამდენიმე პოლიციელმა ისინი ცდილობდნენ ამ გოგონას გაყვანას იმიტომ რომ შუა ქუჩაზე იწოდა ჩავარდა კრუნჩხოში და ვეუბნებით რომ არ შეიძლება განძრევა რაღაცა პირველად დახმარებას ვცდილობთ რომ აღმოგვეჩინა და პატრული მეუბნება რომ გაიყვანე თორემ გავათრევო ეს ჯოხაძე სიტყვები რაზეც მან ადგილზე დიახ აი ჯოხაძე რომელიც ჩვენ ჩეულებრივის დოქტორი ვახსენეთ დიახ და მე შემეშინდა რომ მისი ცოცხლის კიდე რამე საფრთხე არ დამუქრებოდა და ვთხოვე ბიჭებს რომ მოდი იქნებ რამენერად გადავიყვანოთ მეთქი და როცა ეს გოგონა აუწიეთ რაღაცნაირად გადავიყვანეთ როცა ვეუბნებოდი არ შეიძლება განძრევა მეთქი უარეს კრუნჩხებში ჩავარდა სუნთქვა შეეკვრა და ცუდად გახდა როცა ვეუბნები რომ პატრული სასწრაფოში დაარეკეთ მათი პასუხი იყო რომ ბებიაშინმა დაარეკოს სასწრაფოში აი მე მგონი შენი მეუღლე ხო სულად იქ ვინც ცემეს ხო მე მგონი და როგორ სიტყვიერში რა წოფა მიარენეს ხო და აი ესე იგი აი წარმოიდგინეთ მეგობრებო ორსულ ქალბატონს გაუსწორდნენ პრაქტიკულად ფიზიკურად და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენეს აი ესეთი პატრულია დღეს მეტისმეტად აგრესიულები იყვნენ ეს პატრულები ეთყობა რა ვიცი დავალება ქონდათ მე ტყუილამას არ აღნიშნავ მათ ქონდათ გაცემული და მიღებული დავალება რომ ჩვენ ძალის სათანადოდ დავჯილიყავით სათანადოდ დავჯილიყავით არ თქვენ კი არა მეგობრებო სააკაშვილის დროს გაუძელით ჩვენ და იქ გავკაჟდით ყველანი თქვენ მოქმედებებზე გვეცინება აი გეუბნებით რომ გვეცინება და დღესდღეობით ყოფნა ოპოზიციაში არის კომფორტი პირდაპირ გეუბნებით კომფორტია და ჩვენ ამ კომფორტს ღირსეულად შევიღირსიებთ და აღვექვთ 7 ნოემბერი და 26 მაისს გამოვლილი ადამიანები ვართ სხვათა შორის ეს ხელისუფლებისთვის ლადო მინდა განუმარტო როცა წინა პერიოდში როცა გვაკავებდნენ ყველანაირი კანონის დაცვით ხდებოდა ჩვენი დაკავება არც იქ 24 საათზე მეტი არ ვჩერდებოდით ანუ დროში ეტეოდნენ კანონის დაცვით ისე რომ და რა პრეტენზიაც არ ყოფილა არანაირი დღესდღეობით სამაგალითოდ ჩვენი დასჯა მოინდომეს იმის გულისთვის რომ ვაი და ვეღარ გაგვებედა სოზარ სუბარის უწყებასთან მისვლა იმიტომ რომ როგორც შენახსენე დროც გადავიდა არანაირი არც სიგარეტი ელემენტარული არ შემოსულებს თან წყალი და მაქსიმალურად ფსიქოლოგიურად დაახლოებით 24 საათის განმავლობაში მშიერი გვამყოფეს ეგეც კარგი და ავიტან მეტი აგვიტანია მე ხა მინდა მივმართო აქიდან ეხა რატომ ეხა გამახსენდა სოზარიზე იქ არ გაჟღერდა ასე ვთქვათ კადრებში ჩვენ პერფორმანსული აქცია იყო ეს არ ყოფილა რაღაცა ისეთი აგრესიული ტიპის ჩვენ იქ სოზარ სუბარს არყის ბოთლი მიუტანეთ და შავი პური მოგიხსენებათ ეს პიროვნება ცოტა ისეთ კარგ დამოკიდებულებაში ალკოჰოლთან და
ასევე დაბარებული ყავდა სხვათა შორის GDS-ი ტელევიზია, რომელიც მოვიდა იქ, ყველაფერი გადაიღო იქ რაც ხდებოდა, მაგრამ ჩვენ გადავავლეთ თვალი ტელევიზიის, ასე ვთქვათ, ნიუსებს, იქ არც ერთი კადრი არ ყოფილა GDS-ში გასული, ასე ვთქვათ, აი ამ აქციის. ისე სხვათა შორის მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ GDS-ის ერთ-ერთი კურატორი, ბატონი ვასილ მაღლაფერიძე არის უახლოესი მეგობარი, ჩვენთვის ეს ცნობილია. უახლოესი მეგობარია, ბატონი ძალიან ახლო მეგობარია სოზარ სუბარის და ეთყობა პატივისა სოზარ სუბარს და თვალები დახუჭა აი ამ აქციაზე და არ გააშუქა. ანუ ეს როდესაც საუბრობთ ჩვენ თავისუფალ ტელევიზიაზე, როდესაც ჩვენ ობიექტურ ტელევიზიაზე, როდესაც საუბრობთ ობიექტურმა ტელევიზიამ, GDS-მა, ობიექტურმა ტელევიზიამ უნდა ქნას ის, რომ გააშუქოს აი ესეთი ტიპის აქციები და ის ვითარება, რომ პატრულია ესე ექცევა მოსახლეობას. მე მობილური თუ გიკავშირდებიან, შემოვიყვანოთ და შემდგომ, რა ვიცი, დააფიქსირეთ თქვენი აზრი. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. დიახ. ბატონულადო, მოგესალმებით. მოგესალმებით. აი ახლა მე ვისმენ და უყურებ, რომ ჩვენი ლტოლვილები რა დღეში არიან და ჩვენ ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს სირიელი ლტოლვილები შემოიყვანონ. სირიელი ლტოლვილები შემოიყვანონ მიუნხენის თათბირზე გადაწყდა, რომ $175,000 აძლევენ. ამ ფულს მოტეხავენ და ეს ხალხი ჩვენ კისერზე გადაივლის კიდე რაღაცა და რაღაცა როგორი იქნება თქვენი იმეები. აი იცით რაშია საქმე? აი ეს აქციის, ასე ვთქვათ, მსვლელობის დროს ჩვენი თავისუფალი თაობის მიზეზი ჩარევის არაერთხელ დავდგომი ვართ გვერდით ამ ხალხს და ყველგან სადაც შეილახება ადამიანის უფლება კონსტიტუციით მინიჭებული ჩვენ იქ დავდგებით მათ ასე ვთქვათ სადარაჯოზე და მათ გვერდით. იცით რა არის ჩვენი აქციის მსვლელობისას ვახსენეთ კიდევაც ეს ფაქტი, რომ ჩვენ უსახლკაროები გვყავს, დევნილები გვყავს, ეს პრობლემა ჯერ კიდევ არ ამოწურულა ჩვენ ქვეყანაში და არ ესაბამს ამის ძალიან დიდი ასე ვთქვათ აგერ უკვე 25 წელიწადია და ასე ვთქვათ არსებობს ეს პრობლემები დევნილების და უამრავი ოჯახია უსახლკაროდ და ბატონო სოზარმა სხვათა შორის დაგეთანხმებით მართალი თქვი თქვენ პრაქტიკულად კარი გაუხსნა ახლო აღმოსავლეთის დევნილებს, მათ შორის სირიელ დევნილებსაც, ეგრეთ წოდებულ, რა ვიცი ხა იქ ზოგი ტერორისტის დედა იქნება, მეუღლე, ბავშვი, შეიძლება ტერორისტი შემოიპაროს ვინმე და ესეთი უბედურებებს პრაქტიკულად კარი გაუხსნა, მაშინ როდესაც ევროპამ და მთელმა ცივილურმა მსოფლიომ მაწინააღმდეგა, ასე ვთქვათ, თავის სახელმწიფოები, ასე ვთქვათ, ჩაკეტა, ხო, მათთან მიმართებაში, იქ არ ხდება ხოლმე სირიელების თუ სხვა ახლო აღმოსავლეთის მაცხოვრებლების იქ შედინება ევროპაში, ამერიკამ საერთოდ გაუქმნა ყველანაირი ვიზების გაცემა ამ ასეთი ტიპის ადამიანებზე და მინდა გითხრათ, რომ აგერ აი საქართველოს მეორე ხარისხოვანი და მესამე ხარისხოვანი ქვეყანა, რომელსაც დაგვავალეს ჩვენ ხელისუფლებას დაავალეს ეთყობა, რომ ჩვენ მივიღოთ ესეთი ტიპის დევნილები, მე მინდა სოზარ სუბას მიუმართო, რომ ჯერ ჩვენი ქვეყნის დევნილებისთვის, ასე ვთქვათ, მიხედოს მათ და მათ საცხოვრებელზე იფიქროს და მათ, ასე ვთქვათ, უზრუნველყოს ეს ადამიანები და ეს ოჯახები, ასე ვთქვათ, ცივილური ფორმით და შემდგომ, როდესაც ყველაფერს თავისას მოაგვარებს, მე დაფიქრეთ ეს იქ სირიელებზე იქნება, ერაყელებზე იქნება თუ რა ვიცი, ირანელებზე იქნება თუ რა ვიცი, ეხლა კიდე ეგვიპტელებზე და მთელი ამბები. ჩვენ ეგრე არ შეიძლება მეგობრებო, ჩვენ ყავს მეტისმეტად აქ საკმაოდ ბევრი ოჯახი არის. ჩვენ ვიცით რომ თვითონ თბილისშიდაც რამოდენიმე პუნქტი არის დევნილების და სოციალურად დაუცველების და ფიქრიც სირიელებზე, როგორც დევნილებზე, ხო? ეს უკვე მეტისმეტ ეს არის სულში ჩაფურთხება ჩვენი ხალხის და უფრო მეტი ყურადღების მიქცევა მაგალითად სირიელებზე. ქვეყანაში არ ხდება. ეს ტოლვილები არიან 25 წელი. ხო, 25 წლის განმავლობაში. ეს ხომ სახელმწიფოს ბრალია, რომ ეს ხალხი ტოლვილები იქცა, ხო? როგორ უნდა არსებობდეს? სოციალურად გაჭირვებული რო არის, ეს ხომ სახელმწიფოს ბრალია, არა რეალური. ერთი წუთი, მოდი, ზარია, შემოვიყვანოთ გიორგი და მე გაგრძელი 10 წუთი გრჩება. დია, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ გენაცვალე, დიდი სიყვარულით მოგესალმებით. გამარჯობათ. ყოველკვირა გისმენთ ხოლმე. დიახ. რას გადაცემები გაქვთ? გისმენთ. ხო და ძალიან მაინტერესებს თქვენი ოფისი სად არის, რომ
იცით რა არის ქალბატონო, ჩვენ ეხლა გადავდივართ სხვა ოფისში, შემდეგი გადაცემის სრულობისას აუცილებლად დაგისახელებთ ჩვენ ოფისს, ადრე იყო მაჩაბელზე, ეხლა სავარაუდოდ აი აქ მთაწმინდის და რუსთაველის ტერიტორიაზე გვექნება ოფისი, ვეძებთ ეხლა დღესდღეობით უკვე გადავალთ ალბათ ამ დღეებში და შეგატყობინებთ აუცილებლად ტელეფონის ნომერსაც. ჩემ პირადსაც გამოვაცხადებ, ეს არის 571 80 0002 და შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, რა მნიშვნელობა აქვს ოფისში შეხვდებით თუ სადმე სხვაგან და გაგესაუბრებით აუცილებლად. გისმენ გიორგი? 2013 წლის მთავარი სკანდალი იყო 127 მილიონი ლარი გაცემული პრემია სახელმწიფო სტრუქტურებში. რაზეც ბატონი ბიძინა ივანიშვილიც ძალიან გაღიზიანებული იყო. ნუ თუ არ შეეძლოთ იმ ადამიანებს 127 მილიონად მოეგვარებინათ საქართველოში თუნდაც ეს დევნილების პრობლემა აბსოლუტურად ბოლომდე რა? ბოლომდე და ერთი ორი კორპუსი ჩადგე 200 ოჯახიანი ხო ნორმ ქალაქის მე მინდა მაყურებელს შევახსენოთ თავისი რემონტით 120 ოჯახიანი კორპუსი ჯდება $1.5 მილიონი და რამდენი $1.5 აქვს განიავებული ქეიფში და დროსტარებაში და ბრაჭკაპურების დახვედრაში და უცხოელი უაზრო სტუმრების მასპინძლობაში მანქანების ყიდვა გარემონტებაში რა და აიცით რა მიყვარს ადრე საუკუნეების განმავლობაში მხედართ მთავარი წინაურდებოდა, კარგი ბრძოლაში წინაურდებოდა, ტერიტორიების ზრუნვაში წინაურდებოდა ქართველი და ეხლა მგონი დროშის ქნევაში წინაურდება ის ქართველი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება, Toyota ჯიპებით დადიან და არა მარტო Toyota ჯიპებით, საპატრულო პოლიცია აკლებულია ძვირადღირებული მანქანებით. რა დამსახურება აქვს ამ ხალხს ქვეყნის წინაშე, რომ ესეთ ფუფუნებაში ყავს ჩვენივე ხელფასებიდან გამომდინარე. რა გააკეთეს ქვეყნისთვის, რომ ესე უნდა ფუფუნებაში ყავდეს ან სოზარ სუბარი დადის ამხელა ჯიპით როცა თავის სამინისტროსვე უჭირს დადის და მე მინდა შევახსენო ორი ინციდენტი აქვს მაგ ადამიანს გაკეთებული მაგ ადამიანის უწყებას მძღოლს ეხა ბოლოს პრობლემა ქონდა რატომღაც ყველა არავინ ხმა არ ამოიღო მაგას და არც ერთმა მედია საშუალებამ არ გაავრცელა ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს მოკლედ როგორც მაგ სამინისტროში არამედ კიდე სხვა სამინისტროებში ჩვენ ახალგაზრდები ვართ, ჩვენ ძალიან დიდი მომავალი გვაქვს წინ და რა პრობლემაზე საუბრობ? პირება უთხრა მოსახლეობას. მოგეხსენებათ სამინისტროები, ძალიან უამრავი სამინისტროები. შენ სოზარიზე საუბრობდი, რაღაც პრობლემა შეემთხვაო მას და მანქანებზე მიმართებაში რაღაც ინციდენტს ჰქონდა ადგილზე. ავარიაში მოყვა, როგორც წინა წელს, ასევე წელს, არა, უпроსტად მაპატიეთ 2014-ში და 2015-ში. მისი უწყების, მისი პირადი ავტომობილი მოხდა 2014-ში მამაკაც დაეჯახნენ, დაიღუპა მამაკაცი, რატომღაც არ გაშუქდა, არ გავრცელდა 2015 წელს ამ ადამიანის პირადმა მანქანამ შეჯახება მოახდინა ცხვირზე, ანუ ლაბავოი შეჯახება, რაზეც დაიღუპა იქაური მანქანის მძღოლი. არავინ არ იცის მაგასთან დაკავშირებით საერთოდ მიიჭრალა ეგ ცოტა დრო გშვება 5 წუთი იქნება აი თითო წუთი ყველამ ავიღოთ და ბოლოს სიტყვიერად კიდევ შევახები აუცილებლად როდესაც ეს გოგონა ჩვენი ერთ-ერთი წევრი მარიამ მინდორაძე გადავიყვანეთ სამანტყოფოში სასტრაფოს დახმარებით ну რა თქმა უნდა ეხლა მოვარდა პოლიცია ყველამ კარგად იცოდა ვინ იყო ეს ადამიანი და რეალურად რა საშიშროება ყოფილიყო შეიძლება და მოგვიანებით ამიკავშირდა გენინსპექციის ერთ-ერთი მორიგე თანამშრომელი სამწუხაროდ სახელი და გვარი ვერ გავიგე იმ ბატონის სხვათა შორის ვკითხე და მითხრა რომ მე მორიგე ვარო და სახელს და გვარს ვერ დაგისახელებო რატო დამალა სახელი და გვარი არ ვიცი მაგრამ ნუ კარგი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ყველაზე ცუდი ის არის რომ ადამიანის ცემა მოხდა პატრულის მხრიდან პოლიციის მხრიდან და არაერთ პატრულს მიუძღვის ამაში როლი. ესენი არიან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გარეწრები, მეტი არაფერი, იმიტომ რომ ურტყავენ 28 წლის გოგონას ბოდიში 28 წლის გოგონას ურტყავენ, რომელიც არის ჩვენ პრესამსახურში დაიღებდა და მხოლოდ ფოტოებს და ვიდეოს იღებდა და არანაირი კონფლიქტი და გაწევ-გამოწევას მისი მხრიდან ადგილი არ ქონია და წეხანი იმაზე ყურადღება არ გახვილელა და ეს ბატონი ტვილდიანია თუ ვიღაც ცოტა მადლობა ღმერთს ტელევიზიაში ვარ და უფრო უხეშად არ მოიხსენიებ თორე რისი ღირსიც არის მოსახლეობამ კარგად იცის აი ზუსტად ეგ ბატონი იყო ხელი რო კრა და რო წაგაჩოქა ძლივს რო წამოგაყენეთ ფერზე რო გადაგიარეს
ხო და მე ნაუმი გაფრინდაშვილს თურმე პაგრიშკას ვაგორებდი, ქვემოთ რა პაგრიშკას ვაგორებდი, თავიანთ მიტანილ კადრებში სასამართლოზე კარგად ჩანს რომ ეს პაგრიშკა ხელში მიჭირავს და ცალი ხელი ფერზე გაყენებ და მაღალზე მივდივარ, ანუ ცოტა დაღმართია და ეს სიტუაცია ხდება დაახლოებით 50 მეტრიდან მოშორებით, სადაც არის ეს სამინისტრო. თქვენ მართლა სიცხე ხო არა გაქვთ, ან თერმომეტრი, ან ექიმი ნახეთ, ან ვინმეს ნორმალური არ ყავთ რამე დაგარიგოს, საკუთარ ხალხზე რო ძალადობთ ესე დღესდღეობით. ზუსტად მაგიტომ დავასამარეთ ეგ ნაციონალური მოძრაობა. ქუჩაში ხალხს რო კლავდა, გოგოს ურტყავდა, არც ფეხმძიმეს ინდობდა, არც ახალგაზრდას გინდა მოხუცი. თან იყო ზუსტად ის პროცესიც, ვაზაგაშვილის პროცესი იყო. იცი რა არის ყველაზე ცუდი? ოჯახს არავინ არ დაკავშირებია დღემდე. გოგონა სამავთყოფოში წევს და სხვათა შორის მძიმე დიაგნოზითა. გულმკერდის შიდა დახურული ტრავმა და სხეულზე მრავლობითი დაბეჟილობები და ჩალურჯებები. და ტვინის შერყევა საკმაოდ მძიმე ფორმებში. ეს არ არის მე კარგად უყურები, წაქსეული ხო არ სპეკულირებსო და ფეხებს უტყამდნენ, აბა თუ გამოფხიზებაო. ჩემი აი პირდაპირ აი ბესელიას კლასელი ხო? აჰა. პროტეჟე. რეაქციო ყურადღებაო, კი. წარმოგიდგენიათ. აი თუნდაც პასუხისგება მომიწიოს სასამართლოს წინაშე. აი დიდი სიამოვნებით მოუტეხავდი იმ პატრულის თანამშრომელს. იმიტომ რომ ის არ შეიძლება ლადო ქვეყანა უნდა განვითარდეს, ადამიანობა უნდა იგრძნოს, ის კი არა. არ აქვს მნიშვნელობა გოგოა თუ ბიჭი. პირიქით უნდა იცავდეს, წიხლებით კი არ უნდა უვლიდეს. საცხოვრო ბინები არის. ვინმე დაინტერესდა ამით სერიოზულად, რამე რეაგირება მოყვა. აი, არ დაინტერესა ჩვენ გავაკეთებთ, დავაინტერესებთ. იქ ქალბატონს, ერთ-ერთ ქალბატონს, სხვათა შორის მე როგორც ვიცი, სასწრაფო გამოუძახეს კიდევ, ანუ გარდა მარიამისა, მეორე ქალბატონსაც და იქ კადრებში არ ვიცი, მოსახლეობამ ნახა თუ არა, ქალბატონს პატრულის თანამშრომელი ხელს კრავს და ესე აყირავებს რა, ეს კადრებიც გვაქვს ჩვენ და ანუ წარმოიდგინეთ, გახსოვთ ის გოგო უნიანი და ის ზონდერები 2012 წლამდე როგორც იქცეოდნენ, ოღონდ მაშინ იმათ ჭკუა მაინც ყოფნიდათ და ეს ყავის ქურთუკები ეცვათ ხოლმე და დღეს უკვე აი პატრულის მუნდირებში და პატრულის ფორმებში ჩაცმული ეს თანამშრომლები აი ესეთ და სახელი და გვარი ხომ არ იცი? თამილა ჯიქია. თამილა ჯიქია ერქვა იმ ადამიანს, რომელსაც და რა აი მე გეტყვილა და ხელის ყურა და გადაგდებათ სხვადასხვა რამე მგონი ხელი რომ ეკრაკ ეგეც რა თქმა უნდა არ შეიძლება კარგად ჩანს რუსთავის გაუშვეს ტელევიზორმა ანუ პატრული კი არ კრავს ისრვის ამ ქალბატონს თავიც დაარტყა რა თქმა უნდა თავის და აი ჩანს კარგად აი როგორ ისრვის პატრული ამ ქალბატონს თავი დაარტყა რა თქმა უნდა სასწრაფო კიდევ ორ ქალს ასევე ერთ ბოდიში ერთ დავამატებ როცა 15 წლის გოგონა თავის დედას იცავდა ამ ყველაფერს თვითონ აღარ უბრალოდ ბავშვია და ეშინია რა თქმა უნდა ამის თქმის იქ საუბრებში რა თქმა უნდა ამობდა როცა ჩაარტყეს მას მუსელში 15 წლის გოგო ჯოხაძე იყო მაგ მხრივ ფიზიკურად ძალიან აქტიური და ეს ასმეთაური საკუთარ დედას იცავდა მაგ დროს უჩა ნანუაშოს მიუმართავ რა მე ჩვენ მოვალთ თქვენთან ალბათ სავარაუდოდ ხვალან ზეგ მოვალთ აი ამ კადრებით და იმედია აი ამ ფაქტს როგორც წინა ფაქტებს ასე ვთქვათ წინა მთავრობის აღნიშნულ ფაქტები შექონდა ხოლმე და აცხადებდა ხოლმე უფლებათა სახალხო დამცველი ამ ყველაფერს თქვენც აი ამ ფაქტს ამ სახელებს და გვარებს ყველაფერს შეიტანთ თქვენ მოხსენებაში და აუცილებლად ასე ვთქვათ გააკეთებთ ესე იგი ღირსეულ რეაგირებას ამ თემაზე იმიტომ რომ ეს თუ დღეს მიიჩქმალა ეხა მოდის არჩევნებზე არჩევნების წინ მოხდება უამრავი ესეთი აქციები და მსგავსი არა მარტო ჩვენგან არამედ სხვებისგანაც და თქვენ წარმოიდგინეთ პოლიციას გადაუვლის ალბათ მოსახლეობას რა ისევ აივსება ის ციხეები არ არის გამორიცხული რომ მე უკვე იქ შემოგვიგდონ რომ ეხა გაგაუპატიურებთო მე გაუპატიურებენ კიდევაც მე მოკლავენ 1-2 ახალგაზრდას და მივიღებთ მიშა 2-ს მიშა 2 გვინდა დღეს და სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა გვინდა კიდევ ისევე ჩვენ ამიტომ მოგიწოდებთ თქვენ ძვირფასოდ ვთქვათ ხელისუფლებაო რომ ცოტა აზრზე მოხვიდეთ და ესეთი ვანდალური ქმედებები აღკვეთოთ სამომავლოდ ახალგაზრდას იარაღიანი ადამიანი ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა ნაგავი იყოს და ნაციონალი იყოს თუ ის იყოს რა ვიცი იქ ვინც არ უნდა იყოს იმას ადამიანი არ უნდა უპირისპირდებოდეს იარაღით ხელში და ახალგაზრდებს არ უნდა ურტყავდეს
პოლიციის მაღალჩინოსანი წიხლებს მუცელში რა და ორსულებს არ უნდა აყენებდეს შეურაცხყოფას. ეს არის სირცხვილი და ამას თქვენ ვერ ჩამოიბანთ, ან უნდა აგოს ამ პასმა, ამ კაცმა და იმ ჯოხაძემ პასუხი ამ ტილდიანმა, იმიტომ რომ თია წულუკიანის პროტეჟია ის ადამიანი და კიდევ ერთხელ ვიძახი, გვიჭდება სერიოზული ეჭვი, რომ თავრობა გვიპირისპირდება ჩვენ. თავისუფალ თაობას უპირისპირდება მთავრობა. იმიტომ რომ ეს პიროვნება უკვე ზედმეტად იყო იქ აგრესიული და ეს ჩანს კიდევაც იმ ასე ვთქვათ კადრებში. ყობა როგორ იწყებს ლაპარაკს, კაბილებს როგორ კარიჭავს და საერთოდ რა. ესენი არიან უკვე აი გადავიდნენ ყველანაირ ზღვარს. მე ბოდიშს ვიხდი ესეთ ტონალობაში რომ გვიწევს დამთავრება დღევანდელი გადაცემის, იმედია ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი დასტაბილურდება და ყველა აგებს სათანადო პასუხს. მე დიდ მადლობას მოვუხდი მსმენელებს, სტუმრებსაც და რა ვიცი, მომდევნო კვირას 14 საათსა და 30 წუთზე ტრადიციულად შევხვდებით ერთმანეთს. გემშვიდობებით, დიდი მადლობა და